გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ რა თქმა უნდა, საქართველოში ისევ ემოციების აფეთქება, ისევ წივილკივილია, ისევ დაძაბულობა, ისევ ერთმანეთის ლანძღვა გინება, დაპირისპირება, ვითომ საქართველოს ბედზე დარდით მოდარდი ადამიანები შეპყრობილი. როგორც ჩვევი ამას და არა აქვს ხო მნიშვნელობა საკითხს რა იქნება ეს არაბების ჩამოსახლება იქნება, ქართული მიწის გაყიდვა იქნება თუ რამე ახლა თუ საგარეო პოლიტიკას ეხება რამე და თუ რამე ისეთი განხორციელდა, რომელიც ერთი ნაწილისთვის მიუღებელია, მეორესთვის ნორმალურია, ხო ატყდება ყველაფერი და ყოველგვარი აზრის გარეშე, ყოველგვარი განათლების გარეშე, ყოველგვარი რეალობის გაცნობიერების გარეშე, ყველა პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში. ყველა პოლიტიკოსია, ვის თუ ვინმეს დედაშვილი დაუწყევლია და სამწუხაროდ ბევრი დაწყევლილი ყოლია საქართველოში, ყველა პოლიტიკაშია, ყველა პოლიტიკოსობს, ყველაფერი იცის, ყველაფრის ექსპერტი გახდა, ყველაფრის რაღაცის შეცვლა შეუძლია და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ახლა გულისხმობ ქოცების პრემიერის ჩიჩილაკას ვიზიტს აშხაბადში, აგერ თურქმენეთში, სადაც რა თქმა უნდა პუტინიც იყო ჩასული და არა მარტო ესენი, მთელი აზიის ქვეყნები იყო შეკრებილი და ჩვეულებრივი საერთაშორისო შეკრება იყო. არ ვიცი მე რითი განსხვავდება ეს შეკრება თავისი არსით და თავისი შეკრებით, ანუ ასე რომ ვთქვათ, იქ სადაც პუტინიც იმყოფება და შეიძლება საქართველოს მთავრობაც იყოს, მე ვერ ხვდები ამას. ასეთი შეხვედრები იყო სააკაშვილის დროსაც, ასეთი შეხვედრები იყო შევარდნაძის დროსაც, ასეთი არის ამათ დროს, ასეთი იქნება მომავალში და მახსოვს ომი ახალდამთავრებული იყო ყაზახეთში, სადაც სააკაშვილი და მედვედევი ერთად ესწრებოდნენ, მოკლედ 1000 საგიჟეთი წივილკივილი. ან თუნდაც დღევანდელ პერიოდში რა მნიშვნელობა აქვს ეს იმაში იქნება, რა ქვია, სანამ ახლა ეს აირეოდა სიტუაციები გაეროში იქნებოდა, სადაც პუტინიც იქნებოდა ჩასული და სადაც ყობახიძე იქნებოდა ჩასული, ან თუნდაც მიუნხენის შეხვედრები რო იყო უსაფრთხოების, იქ ახლა დიდი ხანი აღარ იმართება ესეთ ფორმატში, მაგრამ პუტინიც იქნებოდა და ესენიც იქნებოდნენ, გინდა ჟენევის დაოსის სამიტი და ასე შემდეგ. ახლა 1000 რაღაც მოყვანა შეიძლება ამ მნიშვნელობა ქონდა. მე ამას ვერ ხვდები, იმიტომ რომ ეს ალბათ ძალიან ღრმად უნდა განათლდე უკნიდან, რომ მსგავსი რაღაცეები გაიგო და ამ ყველაფერს მნიშვნელობა მიანიჭო. კი, არის შეხვედრებისთვის ყველას თავისი ინტერესები აქვს, ატარებს თავის ინტერესებს და საქართველოს რა ამ ყველაფრიდან მე ის მაინტერესებს თუ არა, იქ სადაც პუტინს ფეხი დაუდგია და იქ თქვენი ფეხი არ იქნება, აფსუს უკნიდან განათლებულებო, იქ თქვენი ფეხი არ იქნება, სადაც პუტინი არ იქნება. მოატყდა ეს ისტერიკა წივილი-კივილი. რამე აზრი რო კონდეს და რამე სასიკეთოდ რო იყოს ეს შეხვედრა, თუნდაც რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ამბავში, თუნდაც ქვეყნის მართლა რაღაცა რეალური წინსვლისთვის და რაღაცისთვის, კაი დიდ მნიშვნელობას მიანიჭებდა ადამიანი, მაგრამ ერთადერთი რისი მინიჭება შემიძლია გითხრათ, მე ამაზე ჯერ კიდე კარგა ხნის წინ ესაუბრეთ, როდესაც გითხარით, რომ საქართველოს ვექტორი გინდა არ გინდა შეიცვლება, დაუბრუნდება ბუნებრივ მდგომარეობას და წინ აზიისკენ დაიწყება საქართველოს სვლა თქვა, ეს შეგიძლიათ წინ აზიისკენ შებრძანდეთ და ჩემს YouTube-ის არხზე არის არქივი ვიდეო და ნახოთ, სადაც ბუნებრივად ხდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უზარმაზარი გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, არსებული სავაჭრო მარშრუტები, გზები, უსაფრთხოების ფორმატები, ყველაფერი იცვლება და აბსოლუტურად ყველა ქვეყანა განიცდის ამ ცვლილებას, ტექტონიკურ გეოპოლიტიკურ ცვლილებას და რა თქმა უნდა, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორც ჩვენი ქვეყანაც არის, თავისთავად ჩვენ და დაუკითხავად გადანაწილდება ამა თუ იმ ბანაკში და მე მინდა გითხრათ, რომ არც მანამდე ვყოფილი ვარ დასავლეთის ბანაკში, არც ახლა ვარ და არც მომავალში არ ვიქნებით, იმიტომ რომ ასეთი არის გეოგრაფია და თუ ვინმეს პოლიტიკაზე უნდა რაღაცა ანალიზი გააკეთოს და რაღაცაზე ილაპარაკოს, მან უნდა იცოდეს პოლიტიკის აქსიომა უნდა იცოდეს, რომელიც 2x2 არის, რომ გეოგრაფია განაპირობებს ერების ცხოვრების ბედს. საქართველოს ახლა ისეთი ევროპა არის, მაგალითად, როგორც ოკეანეში მყოფი კუნძული კერენგელი, რომელიც არის საფრანგეთის საკუთრება, მაგრამ ევროკავშირში შედის, რო გითხო რა. აი, ესეთი სიტუაცია არის.
შეიძლება ეკუთვნოდეს რომელიმე ევროპულ ქვეყანას, მაგრამ გეოგრაფიულად და ასე რომ ვთქვათ, არანაირად ის არ უკავშირდება ევროპას და არანაირი კავშირი არ აქვს ევროპასთან და არის ისეთივე როგორც ფრანგული გვიანა არის მაგალითად და საფრანგეთს ეკუთვნის, მაგრამ არის ეგერ იმაში რა ქვია სამხრეთ ამერიკაში და შესაძლებელი არის მაშინ რომელიღაცა ქვეყანა შეუერთდეთ და თუ ის ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, ჩვენც ვიქნებით ევროკავშირის წევრები იმის შემადგენლობაში. სხვა რეალობას მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ ამ გეოგრაფიაზე არასდროს დასავლური ბანაკი არ შემოსულა, არასდროს არ ქონია ცდილობაც კი არ ქონიათ, რომ ეს ბანაკი დაეკავებია, თუ არ ჩავთვლით მეორე მსოფლიო ომის მომენტს, როდესაც გერმანული არმია კავკასიონზე იყო მომდგანი, მაშინ მოდიოდა ევროპა, შიგ ევროპა თავისი მთელი სრული დიდებით, სხვა შემთხვევაში დიდი გაიხსენო ისტორიულად ბერძნული კოლონიები და ბიზანტიის პერიოდი, რომელიც უკავშირდება ბერძნულ სამყაროს და არანაირი შეხება არ აქვს იმას ევროკავშირთან და მსგავს რაღაც ბოდუებთან. იმიტომ რომ ის იმპერია, რომელიც არსებობდა, დღესდღეობით უბრალოდ არ არსებობს, უკვე დიდი ხანია ბიზანტიის იმპერია გაქრა და საქართველოს მოწყდა იმ იმპერიულ კავშირებს, რომელი კავშირებიც იყო ბიზანტიის პერიოდში. ეს ისე ცნობისთვის მაინც რომ გავიხსენოთ და რომ დაუფიქრდეთ, ყველაზე ახლო კავშირები როდის იყო საქართველოსი ევროპასთან. დღეს იმ ქალაქს სტამბული ქვია და არის თურქეთის საკუთრება. თურქეთი თვითონ არც არასდროს არავინ მიიღებს ევროპაში და არც ადრე მიუღიათ და თურქეთი იქნება ყოველთვის თურქეთი და არასდროს არ იქნება ევროპა. ეს ისე ცნობისთვის, ზოგიერთი დებილისთვის. ამიტომ ჩვენ თუ ჩვენი ადგილი ადამიანის პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც თავისი პიროვნების გაცნობიერებას ვერ ახდენს, თავის ადგილს ვერ ნახულობს ცხოვრებაში, ისეა სახელმწიფოს საკითხებიც, როდესაც სახელმწიფო მდებარეობს კავკასიაში და რომელიც სინამდვილეში დასავლეთ აზიას უფრო ეკუთვნის, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპას, ეს გამორიცხული არის, თუ ასე მანდამაინც კონტრასტში ავიღებთ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის აღმოსავლეთის და დასავლეთის გამყოფ ადგილს, სინამდვილეში ჩვენ ვართ კავკასია, რომელიც არანაირად არც ევროპის და არც აზიის ნაწილი არ არის, მაგრამ ეს ჩვენ ხო დავივიწყეთ კაცო, ჩვენ მე ვარ ქართველი და მასე და მე ვარ ევროპელი და წდებიან ახლა ამ ყველაფერს. ამიტომ ბუნებრივად ხდება ამ გეოპოლიტიკური ვითარების დალაგება, ქვეყნები ახდენენ გადაჯგუფებას, იცვლება სარკინიგზო მარშრუტები, იცვლება საზღვაო მარშრუტები, ძალიან ბევრი რაღაცა იცვლება რა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურ ცვლილებას, გეოეკონომიკის ცვლილებაც მოყვება თავისთავად და ახლა რაღაცნაირად საქართველოს ამ ახალ ფორმატში უნდა ნახოს თავისი ადგილი და ბუნებრივად გამოირიცხა ის ყველაფერი, რაც ხელოვნურად იყო აქამდე მოსული და ამის გამოძახილი არის ის, რომ ისა რა ქვია რაც ხდება რა ბოლო დროს ევროპიდან დაშორება და ასე შემდეგ. ჩვეულებრივი გამოძახილი არის ამ ყველაფრის ჩვეულებრივი აღწერა არის. არასდროს ყოფილა კავკასია ევროპა და არც არასდროს არ იქნება ეს ისე დებილებისთვის. ხო და აქედან გამომდინარე არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მიმდინარეობს ეს პროცესები, ამ პროცესებს ჩვენზე დიდი გავლენა ექნება, აქ ლინკი მაქვს დატოვებული, დღეს იმედია დღეს გუშინ მინდოდა, მაგრამ ვერ მოვასწარი, იმედია დღეს მოვასწრებ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ვრცელ და დეტალურ ბლოგს, რომელიც შეეხება ამ მარშრუტების გახსნას და აფხაზეთის ენგურისხიძე ტერმინალის მშენებლობას და მოსახლეობა ბევრ რაღაცას გაიგებს ამ ყველაფრიდან, როგორ იტყუება ერთი მხარე, როგორ იტყუება მეორე მხარეც ამ საკითხებთან დაკავშირებით და სინამდვილეს ად არის. ჭეშმარიტება ოფიციალურად დოკუმენტებით, ხელმდგომარეობით და ასე შემდეგ რა. ამიტომ ხდება ეს ცვლილებებიც, რომ ამდენი ხნის ჩაკეტილი აფხაზეთის გახსნაზე არის საუბარი, სამაჩაბლოს გახსნაზე არის საუბარი, მაგრამ ეს რამდენად მოხდება ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე და ინტერესებში ეს მეორე საკითხია. მე ვიცი ერთი, რომ როდესაც ქვეყანას ყავს მოღალატე რეჟიმი, რომელსაც ყავს ერთი გამოკვეთილი წმინდანი, პოლიტიკური და მეტაფიზიკური თუ ავიცი მე რა დავარქვა ამას საკრალური პიროვნება, ასე რომ ვთქვათ, წმინდა ბიძინა იმას
არასდროს არის შველება, სანამ განწყობით იქნება, იმიტომ რომ არ არის ეს თქვენი წმინდა ბიძინა საქართველოს პატრიოტი და არ არის ის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, რომელიც ყველაფერს გაწირავს და დემეტრე თავდადებულივით თავს დადებს ეშაფოთზე იმისთვის, რომ სამშობლო გადაარჩინოს და არც გიორგი სააკაძეა, რომელიც თავის ბერას უტას ღმერთმა კარგად უმყოფოს, ცოტნეს და რა ვიცი, ამათ გაწირავს საქართველოს გადასარჩენად, ასე რომ ასეთი ადამიანიდან კარგის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ამ ადამიანს შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ერის ინტერესების ხარჯზე საკუთარი უსაფრთხოება, საკუთარი ბიზნესი და ყველაფერი გაწიროს და გამოწიროს და ეს სბროდი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, სბროდი, რომელიც ყავს ირგვლივ შემოხვეული ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა ეს ქოცების სექტა, არაფრით უკვე დიდი ხანია რომ უკვე განსხვავებაც კი არ არის ამ ხალხში, რაც რა ნაცები და რა ქოცები და თავიანთი ელექტორატით. ნუ პრინციპში არც თავიდან არ ყოფილა სიმართლე გითხრათ, ეს ერთი მიქსია, ერთი ბაბლია, რომელიც ბაბლშიც ცხოვრობენ და სხვა არაფერი არ აინტერესებს, უთავმოყარეო, უზნეო, მოღალატე, გამყიდველი საზოგადოების ნაწილი. და აი ესეთი ხალხის ხელში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, როგორც ტრადიციულად მოხდა, შეიძლება ერთადერთი დაიჩაგროს ქართველი და საქართველო. საქართველოში ქართველის მეტი არავინ არ დაჩაგრულა და დღემდე არავინ არ იჩაგრება, ეს ისტორიული მოვლენაა და ისტორიული ფაქტია და ისტორიული მტკიცებულება არის. ამიტომ მე არ მაქვს კარგის მოლოდინები. არის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი პოლიტიკური რუტინა, ჩვეულებრივი განრიგი, ჩვეულებრივი გრაფიკი და მიმდინარეობს რა ეს ყველაფერი ისე როგორც უნდა მომხდარიყო. ახლა უკრაინის ომი კიდე ბევრ რაღაცას აჩვენებს, ძნელი ახლა ბევრ თემებზე ისაუბრო და მინდა გითხრათ, რომ დაანებეთ სისულელეებს თავი რა. დაანებეთ სისულელეებს თავი, ყველაფერი მიდის ისე, როგორც იმ ძალებს აწყობს და იმ ძალებს პირდაპირ გეტყვით ახლა გაგებისთვის რომ იყოს გლობალური სამხრეთის ნაწილი გახდა საქართველო. გლობალური სამხრეთი რა გაგება არის, რა გეოპოლიტიკური გაგება არის, რომელი ქვეყნები მოიაზრებიან, რომელი ღერძი მოიაზრება და ასე შემდეგ, ეს ცალკე საკითხი არის. და არ არის ეს გეოგრაფიული ტერმინოლოგია, მხოლოდ და მხოლოდ გლობალურ სამხრეთში ჩაითვალოს არაბეთი, ირანი, თქვათ, თუნდაც იგივე ჩინეთი, არა გლობალურ სამხრეთში მოისაზრება თავისთავად რუსეთიც ამ ყველაფერთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთის ქვეყანა არის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს გლობალური სამხრეთი თავის სახეს საქართველოში აჩვენებს. ამიტომ არის ხელის გულზე გაშლილი ის, რომ საქართველო ბუნებრივად გაივსო არაბებით, ინდუსებით, პაკისტანელებით, ჩინელებით და ქართველის ადგილი კი ბატონო სლავიანური წარმოშობის ადამიანებით, რუსებითაც და უკრაინელებითაც, მაგრამ ეს ხალხი განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს არის გლობალური სამხრეთის ოაზისი, ფანჯარა, რომლიდანაც შეიძლება შემდეგ გლობალურ ჩრდილოეთში გადავიდეს პორტალი, ჩვეულებრივი პორტალი, რომელიც ოდითგანვე ქონდა ამ ქვეყანას თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ფუნქცია და მისია. აი ამაში არის საქმე და ეს პროცესები მიმდინარეობს. ან ბევრს ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად არ გავაგრძელებ, დანარჩენი გამოჩნდება, ხელის გულზე იქნება და დადგება აქაც უფრო და უფრო დორე გახდება ყველაფერი და უფრო გარკვეული გახდება. ეს მინდა გითხრათ, რომ ეს ფარსი და ეს ბლეფი თავიდან ბოლომდე მოცილებული იქნება, რაც ევროპულ ილუზიებს და დასავლეთის ილუზიებს ეხება და კიდე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, არც კობახიძის და არც ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების სათავეში მათი დამსახურება არ არის. მე აი პირწავარდნილ ნაცებს მინდა გავახსენო, როდესაც სააკაშვილი ეგდო ხელისუფლებაში და იდიქჩორტუ უთხრეს დასავლეთიდან 2009 წელს და ფეხებზე დაიკიდეს სააკაშვილის მიერ საკუთარი სამშობლოს ღალატი და არავინ არ დაუდგა გვერდში ისე როგორც უნდა დამდგარიყო 2008 წელს საქართველოს 2009 წელს სააკაშვილმა ირანთან დაიწყო კუდების გადაფსკვნა და უვიზო რეჟიმების მოხსნა და ისტორიულ ურთიერთობებზე და ისტორიულ კავშირებზე ესა რა ქვია და მის მერე გაახსენდა სინგაპური და მის მერე გაახსენდა სამხრეთ კორეა და ასე შემდეგ. ახლა ეს ბრიყვებისთვის ცოტა ძნელად გასაგები არის, იმიტომ რომ მიშა ეს
როგორც ბიძინა არის საკრალური პიროვნება, მიშაც ესეთი საკრალური პიროვნება არის და ამ ბაბლს ცოტა ძნელია ესაუბრო. ამიტომ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, უბრალოდ საკითხავი არის რა, ჩვენ ქართველ ერს რა გველოდება და რა გვემუქრება. ჩვენი პრობლემა, აი ქართველების პრობლემა, სადღაც სოფლიო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა კი არა, ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტა, ქვეყნის შიგნით არის მთავარი, რომელსაც ვერ ვახერხებთ. ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ აი დღეს ბატონი შალვა წასული არის კიდევ სხვადასხვა ლოკაციებზე, მდებარეობებზე, არ მინდა იქ ბარბარიზმები ვიხმარო, სადაც იქნება შემოთავაზებული რეპორტაჟები გაყიდული საქართველოდან და სოფლები, სადაც არაბები სახლობენ. მე ცოტა ხანში ამ ყველაფერზე ასევე კოლაჟს გავაკეთებ რა და გამპრავებლებს ვაჩვენებ კიდე აი პირწავარდნელი გამპრავებლები რო არიან და აპრავებენ არაბიზაციის გეგმას და ასე შემდეგ. ყველას ვაჩვენებ და ერთი მაგათი პასუხი მაინტერესებს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს მაგ გმირების სახელები და გვარები, ყველასი ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობს. და აი ეს ვერ მოგვიგვარებია. ეს ვერ მოგვიგვარებია, იმიტომ რომ მაქცია და აფირისტი ყალბი საზოგადოება გვყავს. ყალბი საზოგადოება გვყავს. იმიტომ რომ მასა რომელიც გამოდის და რო კითხო პატრიარქია მაგათვის წმინდა. არაფერი პატრიარქის სიტყვის ამ ხალხს არ ესმის. არ ესმის. ნუ პატრიარქი როდესაც შეეწინააღმდეგება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ესენი დადგებიან ხელისუფლების მხარეს. როდესაც გამოვა პატრიარქი და იტყვის ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს და ისინი გამოვლიან და იტყვიან მიწა არ იყიდება ინვესტიცია შემოდისო. როდესაც ქოცები ნაცებ ჩაეხუტებიან და რა უბედურებაა ეს კოჰაბიტაცია და დაიღუპა ქვეყანა, ახლა ასია საჭირო. აი ესეთ მლიქვნელ, აი ესეთ აფირისტ, აი ესეთ ყალბ საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებაც მზად არის საკუთარი კეთილდღეობისთვის, საკუთარი ფულისთვის, საკუთარი პირობების საკუთარი ვიგოდისთვის. თავისი თანამემამულე გაწიროს, ლანძღოს, აგინოს, რწმენა, რო კითხო რომ მისთვის საკრალური რწმენა და საკრალური პიროვნება გვერდზე გადადოს, ფეხებზე დაიკიდოს, არ უნდა ეშველოს არაფერი. იმიტომ რომ ასეთი საზოგადოება, ხო, ქუჩის კახპიდან არაფრით არ განსხვავდება. არ განსხვავდება. ნამდვილად მე ჩემ თავს მერთმა დამიფაროს, დაღდათ არ ვაკადრებ, რომ მე ამ საზოგადოების წევრი. მე რა თუ ზოგ-ზოგი ერთები კი არა, ბევრი ეროვნებით ქართველები არიან. ნუ არა ქართველებიც არიან, ქართველებიც არიან, ხო? ნუ მე რა, ყველა ერში არის მოღალატე, ყველა ერში არის ბოზი, ყველა ერში არის ჩათალახი, ყველა ერში არის ქუჩის კახპა და ასე შემდეგ. ხო. ასე რომ სამწუხაროდ ცუდი ისაა, რომ ამდენი გვყავს და აი აქ არის მთავარი პრობლემა. და აი აქედან მოდის მე აბსოლუტურად ყველანაირი პრობლემები, იმიტომ რომ ძველი აღმოსავლური სიბრძნე არის, რომ მონსტრს და მონებს შორის რომელი უნდა განადგურდეს. ბიძინა არის აქ პრობლემა თუ საზოგადოება? კარგი. თქვათ და განადგურდა ბიძინა და აღარაა ბიძინა. აი ეს საზოგადოება საკუთარი ვიგოდისთვის, საკუთარი ჩათალახობისთვის ახალ ბიძინას უპრობლემოდ მოიყვანს. იმიტომ ამ საზოგადოებამ მიშა ბიძინათი ჩაანაცვლა. სტალინი პატრიარქით ჩაანაცვლა. ზოგ-ზოგი ერთებისთვის რო გეკითხა. ხო? უამრავი შემთხვევა იყო, სადაც სტალინის სურათი ედო და მე პატრიარქის სურათი ჩამოკიდა, ხო? ეხლა მე კიდე პატრიარქს კიდე რაღაცით ჩაანაცვლებს, ასე შემდეგ. ფარისევლობა. და საკუთარ პოზიციაზე არ დგომა, ეროვნული ინტერესების და ქვეყნის ინტერესების ფეხებზე დაგიდება. სამწუხაროა, რომ ეს არის აქ ამას თავისი მიზეზები, მაგრამ სული გქონდეს გამყიდველი თუ არა გაქვს, გამყიდველი სული თუ არა გაქვს, ხალხს შიმშილობაში და მარტოობაში ამოძრობიათ სული სამშობლოს გულისთვის, რწმენის გულისთვის, იდეის გულისთვის და შეეძლოთ გაეყიდათ რაღაცა. ან უბრალოდ სიტყვა ეთქვათ. რომ ეს ასე არა, ისეა და უკეთესი ცხოვრება მიეღოთ. უამრავი მაგალითი არის სოფლიო ისტორიაშიც და საქართველოს ისტორიაშიც. აი არ მინდა ახლა მარტო ექვთიმეს მაგალითი კი არა, ალბათ იმისთვის რომ ადამიანმა როგორ არ გაყიდა არც
მატერიალურად და როგორც არამატერიალურად თავისი შეხედულებები, თავისი ერის საგანძური და მეცინება, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ადარებენ წმინდა ექვთიმეს. სერცხვილია რა, ანუ ეს მლიქნელობის, ესეც აფირისტობის, ესეც თაღლითობის და ნაძირლობის და რა ვიცი, ესეთი სიბინძურის ნაწილია და აი მახსენდება ამის წინ ერთი ვიდეო შემხვდა 2012 წლის არის კაცი ეკითხება ახალგაზრდა ბიჭი ეკითხება მაგ ხალხი რო გიდგასო გვერდითო ეს ხალხი შენთან ფულის გამო დგასო თუ იდეის გამო და ამ კითხვასო როგორ სვამო ამათო ფული რა თუნდაო და გვერდით უდგას ღარიბაშვილი დაწყებული იქ მარგველაშვილი ისინი მე რომელიც დრო მაჩვენა რომ თურმე ფულის გულისთვის იყვნენ სულ ყველა და ნუ მოკლედ გული მერევა როდესაც ქვეყნის ინტელექტუალურ ნაწილს როდესაც ეხებოდნენ ყოველთვის ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი ნაბოზრობისკენ იყო ყოველთვის ეს ადრეც აი რომ წაიკითხო კაცმა საქართველოს ისტორია თავადები ერისთავები აზნაურები ესე როგორი იყვნენ ხალატში ჩაბმულები უნდა წაიკითხო გურჯისტანის დაპყრობის დიდი დაფთარი რომელშიც სამცხე ჯავახეთის მიმართულებაზე ოსმალებმა ეს აღწერა ჩაატარეს და რომ აღწერეს დაპყრობილი საქართველო იქ ეროვნებები არ მიუთითეს სახელები მამის სახელები და სარწმუნოება და როგორ კარგად ჩანს ამ თავადური გვარის წარმომადგენლებს რომ აბსოლუტურად უმრავლესობას შეცვლილი აქვს ყველა სარწმუნოება იმიტომ ასე ითვლებოდა ასე იყო მოდაში მიუხედავად იმისა ამდენი მოწამეები და ამდენი გმირები ყავდა ქვეყანას და იმ პერიოდის ცოცხალი მოწამეები დიდ მოწამე თუნდაც ქეთევან წამებული იმ პერიოდში წმენის შეწყვილის გამო რო არ იმასკეს ამიტომ ესეთი განყიდველები მე არ მიყვარს ქვეყანაში და არაფერი განსხვავებული არ ხდება იგივე 80-იანი წლების ბოლოს 90-იანების დასაწყისში როგორ ღალატში იყო გავეშებულ როგორ ღალატში იყო ჩაბმული ქვეყნის ინტელიგენცია და როგორ ესროდა ეროვნულ ხელისუფლებას როგორ ესროდა ეროვნულ ხელისუფლებას იმისთვის რომ საკუთარი ვიგოდა მიეღოთ რომელი ერთი გინდა ჩამოგითვალოთ ნაბოზრების ჩატლახების თავშესაყარი უამრავი დავანებოთ თავი აქ მიშა მადიდებლებს და მე აქ ბიძინა მადიდებლების პერიოდით უფრო კარგად გამოჩნდა მიშამ დაუშვა ერთი სხვათა შორის ფატალური შეცდომა როდესაც ამი ჩარეცხილები უწოდა იმიტომ რომ ჩარეცხილები ამიტომ კი არ უწოდა სააკაშვილმა რომ მათ გაახსენა პუჩისტური წარსული ამიტომ არ უწოდებია სააკაშვილს ჩარეცხილები სააკაშვილმა ჩათვალა რომ მისი პირადი ინტელიგენცია აღმოზარდა რომელიც წითელი ინტელიგენცია რომელიც ცისფერ ინტელიგენციად იქცა იგივე ბუბაკი კაბიძეები იგივე სხვადასხვა ახლა არ მინდა კობერიძეები ისინი და თქვა რომ ამაზე ფული რატო დავხარჯო მე ატყდა ეს დიდი ზნეობრივი ამბები რომ ჩარეცხილები უწოდა და ესე შემდეგ რატო დაუშვა ფატალური შეცდომა იცი ეს ხალხი უკვე ბიძინას ყავდა ჯიბეში ჩასმული და ეხლა რომ ახსენდება 2012 წელს რომელი ერთი ჭანკვეტაძეებით დაწყებული და ამთავრებული რომელი ერთ ინტელიგენტს დაადევით ხელი სოფლებში რომ დარბოდნენ და გურანდა გაბუნია და ესენი ის კი იკადრეს რომ სოფლებში ჩასულიყვნენ და სოფლელ ხალხთან იკადრეს საუბარი რომ თურმე თითო სოფელს 5 მილიონი ექნებოდა და ესე შემდეგ და როგორ კახპებივით იქცეოდნენ ღმერთმა გადმოვიგდო ბიძინა და ეს ხო გულისამრევი არაფერი არ შეცვლილა დღეს მე ამას რატო ვამბობ იცი იგივე ეგრეთ წოდებული ინტელიგენცია დღეს ჩვეულებრივად არის სამშობლოს ღალატში ჩართული და ამ არაბიზაციის თემასთან დაკავშირებით ვენებს იჭრის რა და თანდათან ყველაფერი იკვეთება დღეს უბრალოდ არ მინდოდა სიმართლე გითხრათ ამ ადამიანისთვის გამეცა პასუხი მაგრამ უკვე იმდენმა ადამიანმა ჩამიგდო რომ გახსენა უბრალოდ გვარი ახსენაო შენიო რომ
ნუ რო არ გაცე პასუხი, მე ვიღაცა ჩათვლის, რომ რაღაცა მე მოსვლილი მაქვს თურმე და არ შემიძლია პასუხის გაცემა, რაც ნამდვილად არ მაქვს არავისთან, მთელი ჩემი ცხოვრება ისე მიცხოვრია, ხმის ამოსაღები ყველასთან მაქვს. მე მგონი ყველა მიცით ეს პიროვნება, არ ვიცი, მის თავს თუ ის აიდენტიფიცირებს ერის ინტელექტუალურ ნაწილთან, ან საზოგადოება, რომლებიც ახდენენ მის მიკუთვნებას ერის ინტელექტუალურ ნაწილთან და ვისთვის აქვს ამ ადამიანის აზრს მნიშვნელობა, მე არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს მის ერთ-ერთ მიმართვაში, რომელშიც მე არაფერ შუაში არ ვიყავი, საერთოდ ღმერთმა დაემფაროს, ან მე ან ჩემი ძმა. იქა ნახსენები, რომ ვიღაცას თურმე შეურაცხყოფა მიუყენებია, ვიღაცას რა ვიცი, ესენი და კონსერვატორები დარევიან ერთმანეთს, იმიტომ რომ ბატონი ბაკური მომხრი არის თუ რა ვიცი, ვერ ხედავს პრობლემას არაბიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ატყდა ერთი სიბილწე ერთმანეთზე შეურაცხყოფის მიყენება, ლანძღვა გინება რაღაცა იმით, არ ვიცი, მე რა შუაში ვიყავი, ვერ გავიგე, ან ჩემი ძმა რა შუაში იყო, მაგრამ გასაგებია ხა ბაკურ მესმის, მე ისიც მესმის, რომ შემთხვევით ესეთი რაღაცები არ ხდება. ნუ მეც სადღაც უნდა გამრიოთ და რაღაც სიბინძურეში უნდა ამომსვაროთ მე ან ჩემი ძმა, იმიტომ რომ გამორიცხულია, იმიტომ რომ თქვენ ასეთი, რა ვიცი, ზოგს დავალებები აქვს, ზოგს მოლანდებები აქვს, ზოგს ეჭვები აქვს, ისევე როგორც შენ ახსენე და დიდი ეჭვი მაქვს და დაიწყე ლანძღვა, არ ვიცი, როდის გაგლანძღე, ან მე პირადად შენ, ან ჩემმა ძმამ შენ, მე ეს არ ვიცი. არ მახსენდება, ახლა ჩემი ძმის ვიდეოებს მე თვითონ ხშირად არ უყურებ, ხანდახან თუ შემხდება და ამიტომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი თავისუფალი პიროვნება არის, ფიქრობს ისე, ცხოვრობს ისე, როგორც მიაჩნია სწორად, მე ვფიქრობ ისე, ცხოვრობ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია და აბსოლუტურად ნორმალური არის ეს, რომ ადამიანი ვინც არ უნდა იყოს, ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც მიაჩნია სწორად. ხო და არ მინდოდა, იცი, მე ერთი საერთოდ არ მახსოვდა შენი არსებობა, სიმართლე გითხრა. არ ახარ ის პერსონა, რომელსაც მივიჩნევ, რომ რა ან აზრი გეკითხება, ან რაღაცა წარსულის ბიოგრაფიის იმხელა დამსახურება გაქვს, რომ რაღაცა თქვი და არ ერთ ჩვეულებრივი ქართველი ხარ, ცხოვრობ, წავდი იცხოვრე შენი ცხოვრებით, შენ გზაზე, მე შენ არასდროს არ შეკრები ვარ და არასდროს შეურაცხყოფა არ მომიყენებია, მაგრამ ნუ რადგანაც ვიღაცა ვინ ჩემ მკვდარი და ცოცხალი გაგინა და მე შენაგინე და ლანძღავთ ერთი მეორეს და ეჭვი მაქვს, ხო? მოდი დავიწყოთ ყველაფერი იქიდან ბაკურ, რომ საერთოდ თუ კაცური გადმოსახედიდან ლაპარაკობ ესეთ რაღაცას, ხო? საერთოდ დაუმტკიცებელი ცილისწამება ბოზური ნახალკაა ეს რა. მოდი კაცურად რო ვილაპარაკო, რო კითხოს კაცმა ქუჩაში გაზრდილი ხარ, ხო? და ქუჩა გესმის. ესა ბოზური ნახალკა. ეს ერთი. ქრისტიანულად რო ვთქვა ძმაო, დიდი ცოდვაა. ცილისწამება ადამიანზე. ეს მეორე. ხო და ახლა რა ვიცი, ახლა სამართლებრივი საკითხით რო ვილაპარაკოთ, მაშინ სასამართლოში შეხვდე და გიჩივლო და დამიდასტურო, ესეთი ადამიანი არა ვარ. ხო. ხო და არ ვიცი რატომ ახსენე ეს მოგელანდა, ვინმე მგთხოვა და ეს არ ვიცი მე ვნახე შენი ვიდეო, წინა ვიდეოც ვნახე. მე ხა შენზე რა წარმოდგენა მაქვს, ნახდათ ვიტყვი, რომ მე მიმაჩნია, რომ შენ ხარ ტიპიური მედროვი. მედროვი ადამიანი ხარ, შენი ბიოგრაფია ამბობს ამ ყველაფერს. ნუ რა ვიცი, ხან ქოცების მხარდამჭერი იყავი, ხან რა ვიცი, ოპოზიციაში ედეგი, რა ვიცი, არჩევნებში წღებულობდი მონაწილეობას. მე ახლა ისევ ეს ქოცებში გადაბარგდი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლანძღავდა, აგინებდა, მიგაჩნია, რომ ეგენი იყვნენ ცუდი ადამიანები და შენ და შენი აზროვნება არის თურმე, რა ვიცი, უკეთესი ან თქვენაირების აზროვნება და ბატონი მერაბი და ზვიადი არის ცუდი და შენ ბატონი ბიძინა არის კარგი, რომ არ ვიცი, კარგია თუ ყოველ შემთხვევაში იმას უკეთესი ხო არის, რომ კითხოს. ამიტომ ასეთი ადამიანის ფენომენთან მე არა მაქვს სალაპარაკო არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრ ტყუილებს ამბობ, იცი? ძალიან ბევრ ტყუილებს ამბობ, ჯერ ერთი ჩამოვყევი მე და ვნახე შენი ვიდეო და ამბობ იმას, რომ შენ თურმე არც ერთ აქციებში არ მონაწილეობდი რა. რატო ამბობ ასე ტყუილს? იმიტომ რომ 2017 წელს, როდესაც ქართული მარში მსვლელობა იკრიბებოდა ემაზე რა ქვია, მარჯანიშვილზე, ხო? მე შენი პირადად გნახე და შვილიც გამაცანი. თუ არ ვცდებით 16 წლის იყო ეს ბიჭი მაშინ გამაცანი. და იქ ბრძანდებოდი. იქ იყავი. ეხლა გამოდიხარ იძახი რომ თურმე არასდროს ყოფილხარ ესეთ რაღაცებზე, თან ქართული მიწის საკითხთან დაკავშირებით იყო ის აქცია და იქ ბრძანდებოდი. რატო ამბობ ამ ტყუილს? მე ხო მახსოვს, შენ ხო იცი რომ მე იქ ვიყავი. თუ არ გახსოვს, მე მახსოვს, კარგად მახსოვს და ადგილსაც გაგახსენებ ზუსტად თუ გინდა.
ხო, აი მასე არის გია ახლა თავის დროზე შენ რაშვაში იყავი მე რომ ჩირკი რომ მოგაცხეს ჩემთან და მე მესმის ახლა რომ ისა რა ქვია ამათი იდეოლოგიის ქოცური იდეოლოგიის საკითხი არის რომ ვიღაცა საერთოდ არ მაინტერესებს არც მორგოშიას პოზიციები არც მათი ისა მე ერთი მაინტერესებს ვინც ქართულ მიწას არ ყიდის და ვინც ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგია გარდა გენოციდში მიღებული ადამიანების ვინც ამ ადამიანების პოზიცია ამ ადამიანების პოზიცია როგორი არის ხო და მაშინაც ასეთი ტაქტიკა იყო რომ ეხლა ადგნენ ვიღაცამ ადგეს და მაღალ დონეზე მორგოშია და კონსერვატორები თურმე ერთიანდებიან ნაცებთან გაიგივონ და მერე ნემსაძეები ადგნენ და კონსერვატორებთან გაიგივონ ეხლა ვინც იცის ჩვენი ურთიერთობა ჩემი და მაგათი არ ვიცი მე ბიჭი გამაცნო მახსოვს ხო არ ვიცი იმედი არ მეშლება და ისა რა ქვია მე გამაიგივონ ამათთან რა და თურმე ესე იგი მორგოშია და კონსერვატორები ნაცებთან არიან და ერმილეც ამასთან არიან და გამოვა ახლა მაღალ დონეზე ხوار იტყვიან და ამიტომ ბაკურას დონეზე ხდება ამ ყველაფრის ხსენება ამას არ ჩავწერდი სიმართლე გითხრა არ გახსენებდი საერთოდ უბრალოდ კომენტარებით ჩაკეტილი გქონდა რომ კომენტარებში გამეცა პასუხი რომ გამეცა ხო და მოდი რას გეტყვი იცი ეხლა ჩემი ძმა თვითონ გაქცემს პასუხს თუ ჩათვლის ამას საჭიროდ და ჩემი პასუხის გაცემა არ ჭირდება არის დამოუკიდებელი თავისუფალი და არ ჩემი დაცვა არ ჭირდება აქ მაგას შესაბამისი ინტელექტი შესაბამისი გამოცდილება და ასე შემდეგ ერთს გეტყვი რა ნემსაძეები არავის ტრაქში არ შემძრვალან არასდროს მე და ჩემი ძმა ყოველ შემთხვევაში იმისთვის რომ პირადი ვიგო და მიიღოთ შენგან განსხვავებით რომელიც შენი ვიგოდის გამო შენი ინტერესის გამო ხან პატრიოტთა ალიანსში იყავი არ ვიცი შეიძლება პარტიაში არ იყავი მაგრამ მაგათ გადაცემებში მონაწილეობდი ხან რუსთავი ორზე იყავი იქედან ხან ბიზნეს იმაზე იყავი მე მემარცხენე ალიანსში იყავი შესული ახლა კოცებში ხო და რას გეტყვი იცი სანამ სხვისკენ იმას რა ქვია ტალახს ისვრი ხო მანამდე საკუთარ თავს ჩახედე საკუთარ თავს და საკუთარ ბიოგრაფიას მიხედე არ ვიცი მე ამ ხალხს ისევ ლანძღავ და შენი საქმეა მაგრამ ჩემი საქმე არაა მაგრამ ბიჭო ადამიანს ხანდახან ბიძაშვილისთვის და მეგობრისთვის და რამდენი ადამიანისთვის ვერ მიპასუხებია ის დრო მაქვს რომ ახლა დავჯდე მე სახელი და გვარი შევიცვალო და რაღაც ფეიკი იმგენით გლანძღო და გაგინო ხო და იმასაც გეტყვი კიდე სხვათა შორის რომ არ ვარ მე ის კატეგორია რომ ფეიკი აკაუნტები მჭირდებოდეს ვინმესთან საგინებლად რა და არც მჭირდება იმიტომ რომ ჩემი პოზიცია ყოველთვის ასეთი იყო რომ ღიათ უნდა გამოვხატო და შენგან განსხვავებით მე ვისაც დედის პროცესს ვაგინებ ხო მე იმასთან ერთად არ ვჯდები და ავსვამ და ავჭა ხო და ასე რომ დანებეთ რა ჩემი და ჩემი ძმის სახელის ვიღაცებზე მიკერებას და მოკერებას და ძალიან მაგარ ტრაკიან ბიჭად თუ მოგაკ თავი შენსა სხვებსაც ატეხილ ლანძღვაგინებას მე ამას გეტყვი რადგანაც ჩემსკენ გამოიშვირე თითები იმიტომ რომ შენი ამოღებული ხმა ბიჭო ჩემ მიმართებაში კი არა სამშობლოს მიმართებაში აგერ გამოდიხარ და არაბებისზე მიწის გაყიდვას აპრავებ პირდაპირ ღალატს ინვესტიციად გვისაღებ და იმ ხალხში ხარ ჩაწერილი რომელი ხალხიც მიიჩნევენ რომ საქართველოში მე რა მოხდება თუ ქართული მიწა გაიყიდება და ჩამოსახლდება აქ 70000 არაბი თუ ვითომ არ იცოდი ახლა რამდენზეა გაყიდული რომ 137 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა მარტო არაბებს აქვს ნაყიდი და ამაში პრობლემას ვერ ხედავდა რა თქმა უნდა ახლა შენ ხმარ უამოგეღო იმაზე რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით მე მიჭერდა უშიშროება 8 წლიანი მუხლით და დიდგორობის გამო მიჭერდა მე ჩემ მეგობრებთან ერთად რომ დიდგორობა არ აღმენიშნა და მსგავსი რაღაცები მე არ მახსოვს ეგ ნუ არ შენ გასაგებია ესეთ რაღაცებში პრობლემაში ხედავ ამ პრობლემას ხო გაახურა ამ ინტერნეტმა საქმე ხო გამწარდით ახლა დაახშვეთ დაარეპორტეთ დროზე არ მათქმევიოთ სათქმელი ვითომ ვერ ვიტყვი მე სხვა დროს ახლა თუ რამის თქმა მინდა კიდე ხო და წადი რა თუ ჩემი ძმა ხარ ხო და ჩემი სახელის და ჩემთვის ხსენებას დავიტანები რა და შენ ბიოგრაფიას ჩახედი რა
არასწორი ხარ. Просто არასწორი ხარ რა. გინდა კაცური გაგებით, გინდა ქრისტიანული გაგებით, გინდა სხვა რაღაცებით და მაგ შენი ეჭვები გაიგეთე ტრაქში შენ თვითონ, გაიგე? აი ამას გეტყვი რა. და არ იყო ჩემი გვარი და ჩემი ძმის გვარი სახსენებელი შენი პირიდან. გაიგე? აი ამას გეტყვი რა. შეტრუსული გოჭივით რო იყურები მართლა ამ სურათში. არ მინდა პროსტა შეურაცხყოფა მოგაყენო და ღმერთმა დამეფაროს, არ მჩვევია რა. არ მჩვევია ესეთი რაღაცა რომ აქ ადამიანზე ხელი მქონდეს ჩამოთვლილი ნორმალური ურთიერთობა მქონდეს თავის დროზე და მე ადამიანს ჩემს მიმართ შეეცვალა არ ვიცი მე იმ ადამიანს რა დაუშავე დამოკიდებულება და დავდგი ახლა 5000 კილომეტრიდან ვაგინო და შენ ვინც გაგინებს მკვდარ-დაცოცხალს და ვისაც შენ აგინებ მკვდარ-დაცოცხალს მაგერა ხართ იმაში რა ქვია 10 კილომეტრში ერთი მეორედან რა თბილისი პატარაა და შეგიძლიათ გახვიდეთ და ესა ბლოგებში ერთმანეთს დედის პროჭი არ აგინოთ იმას რა ქვია გაცეთ პასუხი თუ ამნაირი მაგარი ტრაკიანი ბიჭი ხარ რა სხვისკენ რო იშვერ თითებს რა მაგრამ რაც ხარ ახლა ყველა ადამიანისთვის ვინც არ იცოდა ყოველ შემთხვევაში გასაგებია ჩემთვის დიდი ხანია გასაგებია შენ ვინახარ გას ხარ ერთ ჩვეულებრივი მედროვი ადამიანი რომელიც საკუთარი ვიგოდისთვის აკეთებ ყველაფერს და სხვებიდან განსხვავებით გონებაც გიჭრის და ენაც გიჭრის რა და არ სამშობლოს დარდი გაქვს კიდე დიდად რა გაქვს შენი საკუთარი საქმის მოწყობისას და მოიწყვე კაც შენ აი ბევრი ვილაპარაკე მართლა შენზე მაგრამ პროსტა გამიტყდა რომ აი ესეთი პატარა კაცური საქციელი გამოავლინე რა ძალიან პატარა კაცური საქციელია რა. და არ ვიცი ახლა ეს შენ პალეზნი იდიოტად ხარ გამოყენებული, მოლანდება გაქვს, დავალება გაქვს, თუ რა გაქვს. ასე იყო, მაშინ არაერთი ადამიანი მოუწებებიათ ჩემზე და ჩემს ძმაზე რომ ვითომ იმასთან არის გაიგივებული და საიდანაც ქრის სიო ძალიან კარგად ვიცი მე ეს ყველაფერი. ხო? დავამთავრე შენთან პასუხისგაცემა ნახდათ არ ვაპირებ სხვათაშორის მე ჯერ მოგიბრუნდე და პასუხი გაქცე და ჩაკეტილი რო არ ქონოდა კომენტარები პირდაპირ დაგიწერდი ღიად კომენტარებში და პირადადაც შემეძლა მომეწერა მაგრამ პირადად მე შენ არაფერი არ მაქვს გასარკვევი იმიტომ რომ როგორც მოიქეცი ამას პირადული პასუხისგაცემა მიწერ მოწერით არ ჭირდება საზოგადოებრივი ცხოვრება ამდენი ადამიანი უყურებს ყველას ვიღაცაზე რაღაცა დადებითი უარყოფითი წარმოდგენა აქვს და იცოდნენ სინამდვილეში შენ ვინახარ და ჩემთან მიმართებაში როგორც მოიქეცი ხო და იმ ტყილსაც ნუ ლაპარაკობ რომ თურმე მსგავს აქციებზე არ ყოფილხარ რა ძალიან კარგად ყოფილხარ რა ხო ასე რომ წადი ახლა შენ გზაზე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ნემსაძეების ხსენებამდე ხო ცოტა პირში წყალი გამოივიდა რა ხო მე არაფერი მქონდა საიმისო და არაფერი დამიშავებია მე ჩემი ერისთვის და არ ჩემს ძმას ჩემი ქვეყნისთვის რომ მე აქ ვიმყოფებოდი ახლა არ ყოფილა მსგავსი რაღაცა. ხო, აი ამაში არის მთელი უბედურება ამაში არის, რომ ადამიანს, რომელსაც არ შენი ქვეყნისთვის, არ შენი ხალხისთვის არაფერი არ დაგიშავებია და გამოგიხტებიან ესეთი ელემენტები და დაგიწყებენ ლანძღოს და გინებას და ფურთხებას. ამიტომ ამ ფარისეველს და აფირის საზოგადოებას ღმერთმა დალოცოს ბატონობიზნა და ბიზნეს მადლიკ ფარავდეს იმედია შენთვისაც გამოიღებს რაღაცას და არ იქნები ამ დღეში ბაკურში. ძალიან მიტყდება რომ კაცები ასე იქცევით რა. თქვენ კაცობაზე იყოს მაგი. აქ დანარჩენი აღარ გავაგრძელებ არაფერს უბრალოდ ბლოგი მაქვს დასასრულებელი რომელიც ეხება აფხაზეთის თემატიკას და ვეცდები რომ დღეს საღამოისთვის იყოს მზად და გამოვაცხო რა. დანარჩენი კიდე ერთს ვიტყვი რა, და არავისთვის ეს არ იყოს ისა რა ქვია. გასაგები ქართული მიწის მადლი აი ბევრს ჩამოხსნით იმას რა ქვია. ნიღავს. ბევრს ჩამოხსნით ნიღავს და ბევრმა ჩამოიხსნა, მაგრამ კიდე ბევრი ჩამოიხსნის. მე აი როგორ გითხრათ, იცით? აი ეს არის რენტგენის პერიოდი. და ნუ რავინ, აი ბოდიშით რა, აი ძალიან დიდი ბოდიშით რა, მაქსიმალურად ვცდილობ, არა სხვა სახელი. ნუ რავინ, ქალიან კაციანად, ნუ დაიყლევებთ თავს, რომ ქართული მიწა არ იყიდება. ქართული მიწა თუ არ იყიდება და ქართული მიწა თუ არაა გაყიდული, მაშინ მე თქვენ გაჩვენებთ, რომ გაყიდული საქართველოს გამოფენა ვერ ნახეთ, ის ვერ ნახეთ, ეს ვერ ნახეთ და მაშინ მე თქვენ გაჩვენებთ. მე ერთად უნდა მოუყარო ახლა თავი ამ ყველაფერს ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით. ის ინფორმაციები რაც მაქვს მე ხელში, ავაწყო კოლაჟად და მე შევეკითხო ამ ხალხს არის თუ არა ეს მიწა გაყიდული.
და აბა რა ქვია ამას? ხო აი ელემენტარული კითხვა, ასეთი არა მესმის ბიჭო რომ ქართულ საზოგადოებაზე არა გაქვთ მაღალი წარმოდგენა და ნუ თქვენს მრევლზე, თქვენს ბაბლზე მართლაც არ უნდა გქონდეთ დიდი წარმოდგენა. მლიქნელი, აფირისტი, უთავმოყვარეო ხალხი, რომლებიც დღემდე ბიძინა ივანიშვილზე ლოცულობენ და ყველაფერში ქოცობას ამართლებენ, ამაზე მართლა არ უნდა გქონდეთ დიდი წარმოდგენა. თქვენი ორკაპიკიანი მონები არიან, კაპიკიანი მონები არიან და კი ბატონო, არ უნდა გქონდეთ. მას საზოგადოებას პირველ რიგში ის არცემს პატევს, ვინც ყიდულობს. თვითონ ვინც ყიდულობს. მაგრამ დანარჩენ ხალხს ნუ დებილად ნუგთვლით. არა ვარ ჩვენ დებილები. ვიცით გაყიდვაც რაცა, ვიცით მესაკუთრეობაც რაცა, ვიცით თანამესაკუთრეობაც რაცა. ბევრი რაღაცა ვიცით თქვენგან განსხვავებით. ხო. თუ არა ახლა რა ვიცი მე აგერ ბაკურსვანიძის დაწყებული და უცნობით დამთავრებული და იმათი გაგრძელებული ეგერ მანჯავიძეებით და ამგენით, გულაშვილებით და ამათი გაგრძელებით არ ვიცი. რას არქმევენ? არ მინდა ეხლა ის უხეში სიტყვა ვთქვა რა, აი კახელებმა რო იციან თქვა. აი მოსაქმებული და ნეხვი ერთი და იგივეა რა. ხო და ნუ ასაღებთ რომ მოსაქმებული და ნეხვი სხვადასხვა რამეა რა. და ღალატი ქვია მაგას რო იცოდეთ რა, სამშობლოს ღალატი ქვია. და სხვა არაფერი. და ნუ იქნებით ნურავის მხარეს. იყავით სამშობლოს მხარეს, მაგრამ ვინც უკვე ერთხელ გაყიდეთ სინდისი, ნამუსი, კაცობა და სამშობლო, ღალატი პირველადაა ძნელი თუ არა, მე სარფიანი საქმე არის და. ავაი ნახვი ეხლა იარეთ ამ გამправებლებმა თქვენ გზაზე. მე თქვენთან საქმე არ მაქვს, ისტორია ყველას გასცემს პასუხს.